ეს არის 9 მაისი. ეს არის გამარჯვების დღე. 80 წელი გავიდა იმ დიადი გამარჯვებიდან ფაშიზმზე, რომელშიც საქართველოს ქართველმა ხალხმა, ჩვენმა მრავალეროვნულმა ქვეყანამ, სადაც ყველანი ერთად მშვიდობიანად გურად ცხოვრობდით, ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები, რუსები, უკრაინელები, ჩვენი წინაპრები 700,000 წავიდა ფრონტზე და 300,000 არ დაბრუნებულა უკან. ძვირფასო მეგობრებო, მიუხედავად იმისა, რომ ოცნებამ არჩევნებში გაიმარჯვა, ულტრამემარჯვენე რესტავრაციის საფრთხე ისევ არსებობს. ლიბერალური ანტიქართული პარტიები არ აიგზალებიან და საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ 5 ოქტომბრის არჩევნებში. მიღებული ხმების ოდენობით მათ შეუძლიათ ფრაქციებიც კი შექმნან საკრებულოებში. თანაც დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში, საქართველოს დედაქალაქში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილის პარტიისა და სატელიტების აკრძალვა 5 ოქტომბრის შემდეგ ძალიან გაძლევდება და წულიკიანის კომისიის მნიშვნელობა გაფერმდალდება. ეს ძალები კვლავაც დააპირებენ დესტაბილიზაციის გზით ხელისუფლებაში მოსვლას, რაც საქართველოში მემარჯვენე დიქტატურის დამყარებას ნიშნავს. დღეს ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლის თავზე ჩვენ ვალდებულები ვართ, გავაფრთხილოთ ხალხი, რომ საქართველოს ფაშიზაციის, შესაბამისად კი უკრაინიზაციის საშიშროება კვლავაც არსებობს. მივესალმებით საგარეო პოლიტიკას, მაგრამ ოცნებამ ხალხს უნდა მიხედოს და მიხედოს იმას, რაც ახლა თქვით, არა ფაშიზმს, არა ნაც პარტიას, მის სატელიტებს გაუმარჯოს დემოკრატიულ საქართველოს. ეხლა ნება მომეცით წავიკითხო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბატონი ვლადიმერ პუტინის მისალოცი წერილი დიდი საომლო ომის ვეტერანებს და საქართველოს მოქალაქეებისადმი. ძვირფასო ვეტერანებო, პატივცემულო საქართველოს მოქალაქენო, გულითადად გილოცავთ ჩვენს საერთო დღესასწაულს, დიდი გამარჯვების 80 წლის თავს. ამ საიუბილეო თარიღს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რუსეთის და საქართველოს ხალხებისათვის. ჩვენს ქვეყნებში არასოდეს დაივიწყებენ დიდ გმირებს და იმ უძინეს გასაცას, რომელიც თავს დაარტყა გამარჯვებულთა თაობას, ჩვენ მამებს და ბაბუებს, რომლებიც მამაცურად მხარდამხარ იბრძოდნენ დამპყრობლის წინააღმდეგ ფრონტზე და დაუღალავად ფრონტის ზურგში აახლოებდნენ ნაციზმზე გამარჯვებას. ჩვენი წმინდა მოვალეობა შევინარჩუნოთ, გადავცეთ ჩვენ თავმოყრობას, ჩვენთვის ნაანდერძავი მეგობრობის და ურთიერთხარდამჭერის კეთილი ტრადიციები. არ დაუშვათ ჩვენი საერთო ისტორიის დიდებული ფურცლების გადაწერა და შუღლის დათესვა რუსეთს და ქართველ ხალხს შორის. მთელი სულით გისურვებთ თქვენ პატივცემულო ვეტერანებო ჯანმრთელობას, სულიერ სიმხნევეს და დღეგრძელობას. საქართველოს ყველა მოქალაქეს კი მშვიდობას, კეთილ დღეობას და უზრუნველყოფილ ცხოვრებას. ვლადიმერ პუტინი, ქალაქი მოსკოვი, კრემლი, 9 მაისი 2025 წელი.